რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში სულ მალე? ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე. რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში სულ მალე? სულ მალე მაქსიმუმ 1 კვირა, 2 კვირა, ყველაზე ბევრი, ნახოთ რა შემოვა სულ მალე თქვენს ცხოვრებაში. ვარიანტი პირველი მთისმროლი, ვარიანტი მეორე წითელი იასპის ნიშარა. კარგად აკვირდით ორივე ვარიანტს. და ჩვენ ახლა ვნახავთ რა შემოვა სულ მალე თქვენს ცხოვრებაში. მაშინ სადამე პირველი ვარიანტი. რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში სულ მალე? თავად სიყვარული შემოვა თქვენს ცხოვრებაში სულ მალე, ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტო. ეს იქნება პირველ რიგში საკუთარი თავის უპირობო სიყვარული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვას ვერ შეიყვარებთ თუ თქვენი თავი არ გიყვართ, ეს დაიმახსოვრეთ. სიყვარული შემოვა, სიყვარული, რომელიც ცით რა არის, არ შემიძლია ერთი მიმართულებით მაინც და მაინც ვისაუბრო ქალის და მამაკაცის სიყვარულზე, ხო? სიყვარული, როდესაც მთელი სამყარო ფეთქავს თქვენთან ერთად სიყვარული და ეს იქნება საოცარი შეგრძნება, ეს იქნება ძალიან აღმატებული, ძალიან აღმაფრენითი შეგრძნებები და ემოციები თქვენს ცხოვრებაში სულ მალე, როდესაც იგრძნობთ, რომ ყველა და ყველაფერი სუნთქავს სიყვარული და ეს არის ნამდვილად საოცარი შეგრძნება. ხოლო ვარიანტი 2, წითელი იასპი თქვენს ცხოვრებაში რა შემოვა სულ მალე? სიზმარი. მიაქციეთ თქვენს სიზმრებს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანია ყურადღება, ხომ? იმიტომ რომ სიზმრებად მოვა ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია თქვენთან. ეს სიზმრები იქნება წინასწარმეტყველური, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ გარკვეული მოვლენები თქვენს თავთან დაკავშირებით, თქვენს გარშემოყოფებთან დაკავშირებით. ასხვათა შორის აქ არის მინიშნება, რომ სიზმარში შეიძლება მოგივიდეთ ძალიან კრეატიული, სიზმარმა მოგცეთ გარკვეული კრეატიული მიმართულება თქვენი სურვილების ასასრულებლად, საქმის რეალიზებისთვის და თქვენი ცხოვრების კიდევ უფრო მეტად კრეატიულად გადაფასებისთვის და თუნდაც ახალი წამოწყებისთვის, ხომ? ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია მიაქციოთ სიზმრებს ყურადღება. თქვენს ცხოვრებაში მოვა ისეთი მნიშვნელოვანი სიზმარი, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო რამეს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. გისურვებთ წარმატებებს, ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილები თქვენთან იყო, არის და იქნება ნინო, სანამ არ მოგბესდება ერთმანეთი.